გამარჯობა. ეთერშია საზოგადოებრივ ანალიტიკური გადაცემა ერთობიდან ერთსულადებამდე. მე გახლავართ დავით გალეგაშვილი, წამყვანი რუბრიკისა ქართული ცივილიზაციის წვლილი კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენთან დღეს სტუმრად ბრძანდება ენათმეცნიერების სპეციალისტი, გერმანიკული ენების მცოდნე და როგორც წინა გადაცემაში აღმოჩნდა, შუმერული და ეგვიპტური ენების წიგნების უზარმაზარი ღირებულების სამეცნიერო წიგნების ავტორი ქალბატონი ანა მესხი. ქალბატონო ანა, ინტერესი არ იკლებს. ბოლო ორმა გადაცემამ ეს ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა, იმიტომ რომ კაცობრიობის პირველი ცივილიზაციების, შუმერების და ეგვიპტელების საკითხის შემოტანამ და თქვენმა ცოდნამ არა მარტო ზოგადად, არამედ თვითონ შუმერული ენისა, მათი დამწერლობისა, სურათხატოვანი პიქტოგრაფიული დამწერლობისა, ამან დიდი მოწონება დაიმსახურა. ამიტომ იძულებული გავხდით, რომ ისევ გეთხოვა თქვენთვის მობრძანება და გაგვეგრძელებინა თქვენი უაღრესად საინტერესო სამეცნიერო შრომების წარმოჩინება ქართული საზოგადოებისადმი. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. მართალია ჩვენ უпроსტად მე დაგემშვიდობეთ წინა საუბრის დროს, მაგრამ ახლა გესალმებით და იმედი მაქვს, რომ დღევანდელი საუბარიც საინტერესო აღმოჩნდება თქვენთვის. მეხუთე საუბარში ცოტა გულნაკლული ვიყავი იმის გამო, რომ ვერაფრით ვერ გავიხსენე ბაბილონის იმპერიის პირველი მეფის ჰამურაბის სახელი. აი ეს სტელა ჰამურაბი გამოსახული არის აი ამ სტელაზე, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში ინახება. მის ეს სტელა თვითონ ორი რეგისტრისაგან შედგება, როგორც ხედავთ. ზედა რეგისტრში წარმოდგენილი არის ზეღმერთი შამაში, შუმერული სახელით უთუ, რომელსაც ხელში უჭირავს ეგრეთ წოდებული ჯოხი და რგოლი, ასე ჰქვია ასირიოლოგიაში და შუმეროლოგიაში და შამაში ღმერთი აძლევს ჰამურაბის აი ამ სიმბოლოს, ღვთაებრიობისა და მეფობის სიმბოლოს და ამავე დროს იგი მას აძლევს კანონების სისტემას, რომელი კანონებითაც მან თავისი იმპერია უნდა მართოს. საერთოდ ჰამურაბი ძალიან დიდი აღმშენებელი მეფე გახლდათ. აშენებდა არხებს, რაც ძალიან საჭირო იყო მაშინდელი მესოპოტამიისათვის გააფართოვა, მაშინდელი მისი ქვეყნისათვის, ბაბილონისათვის გააფართოვა მისი საზღვრები და ამავე დროს ანახლებდა ტაძრებს და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, იგი რა თქმა უნდა სახელის დავიწყებას არაფრის არ იმსახურებდა. მაგრამ დღეს მე მსურს, რომ ბატონ დავით, თუ შეიძლება ის ისევ დავდოთ, ხო? ჰამურაბის? კი, ჰამურაბის სტელის ილუსტრაცია. დღეს მე არ ვაპირებ არც ჰამურაბიზე და არც მით უმეტეს ღმერთ შამაშზე საუბარს. მე დღეს მსურს ვისაუბრო სწორედ აი იმ ეგრეთ წოდებულ ჯოხსა და რგოლზე, რომელიც 3000 წლის განმავლობაში თუ ცოტა მეტი არა, გამოიყენებოდა მთელს მესოპოტამიაში. მესოპოტამიაში მოგეხსენებათ, იყო მთელი რიგი კულტურების ცვლა, ცივილიზაციების ცვლა, იყო წინარე შუმერული, შემდეგ ბაბილონური, შემდეგ უკვე ასურული და ასე შემდეგ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ნიშანი, აი ეს, რომელსაც ჯოხსა და რგოლს უწოდებენ, იგი უცვლელად გამოიყენებოდა. ყველაზე საინტერესო ამ ჯოხთან აი ამ სიმბოლოსთან დაკავშირებით გახლავთ ის, რომ აი ამ უზარმაზარი დროის განმავლობაში არც ერთხელ არავის, არც ერთ ქურუმს, არც ერთ გადამწერს არ წასცდა ოდნავადაც კი აღნიშნული სიმბოლოს სახელი. სწორედ ამით არის განპირობებული ის ფაქტი, რომ ასირიოლოგიაში დღეს აღნიშნულ სიმბოლოს არ აქვს სახელი და თქვენ წარმოიდგინეთ ახლა 3000 წლის განმავლობაში მთელი რიგი ცივილიზაციები ეთაყვანებიან რომელიღაცა ღმერთს და მისი სახელი არ იციან. ანუ უცნობი ღვთაების ასე ვთქვათ მადიდებელი ცივილიზაციები გახდათ. ეს რა
თქმა უნდა ასე არ იყო. რა თქმა უნდა მას სახელი ჰქონდა, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რომ ესე იგი ვერავინ უпростоრად არავინ არსად არ აღნიშნა მისი სახელი და არ დაიწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სიმბოლო ძალიან დიდი საიდუმლოებით იყო დახუნძლული, თუ შეიძლება ასე ითქვას, მასში იყო უზარმაზარი ცოდნა კოდირებული, ცოდნა, რომელიც არ შეიძლებოდა, რომ ყველას უფრო ზუსტად კი მასებს სცოდნოდათ. ალბათ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს ზოგიერთ განდობილ ქურუმს ესე იგი ზოგიერთ განდობილ ქურუმს ჰქონდა იმის საშუალება, რომ ამ ცოდნას მიახლოვებოდა, მაგრამ აქაც იქნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ ერთეულები. მე დღეს ამ სიმბოლოზე ვაპირებ საუბარს, ძირითადად მე ვაპირებ წარმოვადგინო მისი ქართველური წარმომავლობა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა სურს თვითონ უშუალოდ რამოდენიმე ილუსტრაცია გაჩვენოთ აღნიშნული სიმბოლოსი და ამავე დროს გარკვეულწილად აი ეს ქრონოლოგიაც მოვხაზოთ, რა დროის განმავლობაშიცაც აღნიშნული სიმბოლო გამოიყენებოდა შუმერში. აი ახლა ამ ილუსტრაციაზე, აი ამ პირველ ილუსტრაციაზე თქვენ ხედავთ რამოდენიმე სახის აი ამ ჯოხსა და რგოლს. მინდა ახლავე როგორ გითხრათ, გაგაფრთხილოთ არა, მაგრამ სურს ყურადღება მიაქციოთ, როდესაც ასეთი სიმბოლო შეგვხვდებათ, ეს იქნება ძველი ცივილიზაციების ისტორიის შესწავლისთვის, უბრალოდ კითხვის დროს, თუ ეს იქნება სხვადასხვა ტაძრებში, თუნდაც შუა საუკუნეების ტაძრებშიც კი რომ შეხვდათ, თქვენ შეგვხვდებათ ეს ნიშნები, მაგრამ არც კი მიაქცევთ მათ ყურადღებას. მაგრამ თუ უკვე გეცოდინებათ, რომ აი ასეთ ეს სიმბოლო, ანუ წრისა და ვერტიკალური ხაზის, ან ჰორიზონტალური ხაზის, არ აქვს მნიშვნელობა, კომბინაცია გექნებათ, ძალიან საინტერესო და საყურადღებო სიმბოლო არის და დააკვირდით ხოლმე რამოდენიმე ფაქტს. პირველი ეს გახლავთ წრისა და ჯოხის ურთიერთმიმართება, რომელ მხარეზეა თვითონ წრე და რომელ მხარეზეა თუ შეიძლება ასე ითქვას ჯოხი. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ჯოხის სიგრძე, შეხების წერტილიდან რომელი ნაწილი უფრო დიდია, რომელი უფრო მოკლეა. ძალიან მნიშვნელოვანი არის აგრეთვე ის კონტექსტი, რომელ კონტექსტშიც აღნიშნული ნიშანი არის ხოლმე. იგი შეიძლება ზოგჯერ რაღაც გარკვეულ საგნებთან ერთად იყოს, ზოგჯერ შეიძლება აბსოლუტურად დამოუკიდებლად იყოს, ზოგჯერ შეიძლება ვინმეს ხელში ეჭიროს, როგორც ეხლა ჩვენ შამაშის შემთხვევაში ვნახეთ, ხო? და თუ ვინმეს უკავია იგი ხელში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია სქესის დაფიქსირება, რომელი სქესის არის ესა თუ ის მფლობელი აღნიშნული სიმბოლოს. რატომ ვამბობ ამ ყველაფერს? ამას მოგახსენებთ, იმიტომ რომ ჩემმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველ იმ დეტალს, რომელიც მე ახლა თქვენ მოგახსენეთ, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნია. ყოველი პატარა დეტალის ცვლა იწვევს აი ამ უზარმაზარ ცოდნაში, რომელიც ამ სიმბოლოსთან არის დაკავშირებული, გარკვეული ვარიაციის შეტანას, რაღაცა დამატებითი ინფორმაციის მიტანას. ანუ ეს არ არის შემთხვევითობით განპირობებული, აი ეს ფლუქტუაცია სხვადასხვა კომპონენტებისა, პირიქით, ეს არის ხელოვნურად, თუ უფრო სწორად ალბათ, გამიზნულად მოხაზული თუ გნებავთ ფორმა აღნიშნული ნიშნისა. აი ეს სიმბოლო, ეს საბეჭდავი გახლავთ, რომელიც დათარიღებული არის ძველი წელთა აღრიცხვის 3500-დან 3000 წლამდე. ეს გახლავთ 3500, ეს გვიანი ურუქის პერიოდი გახლავთ. საქმე იმაშია, რომ აი ამ ეპოქიდან მოყოლებული, წარმოიდგინეთ ახლა ფაქტობრივად ახალ წელთა აღრიცხვამდე ჩვენ ფაქტიურად აღნიშნულ სიმბოლოს ვხედავთ ყველგან მესოპოტამიაში, საქართველოში კი ჩვენ ხო გვაქვს ეს სიმბოლო. ოღონდ ამაზე ცოტა მერე ვისაუბრებ კიდე ჩვენს ქართულ ასომთავრულ ამბანში. ახლა ძალიან საინტერესო სურათი მინდა გიჩვენოთ, ილუსტრაცია მინდა გიჩვენოთ, ალბათ ასე უფრო უკეთესად გამოჩნდება. მე მინდა აი ამ ილუსტრაციაზე გავამახვილო ყურადღება და გარკვეულწილად ჩვენს წინასაუბარს დაუკავშირო და კონკრეტულ მაგალითზე გაჩვენოთ აი მეთოდოლოგიის მუშაობა, რომელზედაც წინასაუბარში გქონდა აქცენტი გაკეთებული.
მაშასე ეს პატარა თიხის ფირფიტა ეკუთვნის ურუկ-მეოთხე მესამის პერიოდს. ეს არის ძველი წელთა აღრიცხვის 3200 წლიდან 2009 წლამდე. მთლიანად ეს პერიოდი. და როგორც ხედავთ, აი აქ თქვენგან მარჯვენა რეგისტრში, ვერტიკალურ რეგისტრში თქვენ ხედავთ, რომ არის კომბინაციები წრეებისა და ვერტიკალური, ან და უფრო სწორად სწორი ხაზებისა, ხო? აქ არის 4 ასეთი კომპოზიცია მოცემული და თუ დააკვირდებით ერთ-ერთ მათგანს, სწორედ ქვევიდან აი ამას, სწორედ ქვევიდან აქვს აღნიშნული ხაზი გავლებული, მაგრამ დიაგონალურ ფორმაში არის ეს სიმბოლო გადმოცემული. შუმეროლოგებს რომ კითხოთ, ეს შემთხვევითობის ამბავი უნდა იყოს, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაკავშირებული აი იმ ჯოხსა და რგოლთან, რომელმაც შემდეგ უკვე ღვთაებებისა და მეფეების ხელში გადაინაცვლა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ანუ აი ამ სიმბოლოს არ აქცევენ ყურადღებას. და აქ მე ახლა მინდა გავიხსენო წინა საუბარში ნათქვამი ეგრეთ წოდებული ჭრელობისა მეცნიერება, რომლის დროსაც თქვენ მოცემული გაქვთ რაღაცა გარკვეული სიმრავლე საგნებისა და აი იმ სიმრავლეში თქვენ გიზით ისეთი ჭეშმარიტების მატარებელი კომპონენტი, რომელსაც თქვენ ყურადღებას არ აქცევთ. აი სწორედ ასეთი შეიძლება გამიზნულათაც არ არის გაკეთებული. არ ვიცი, ეს ძნელი სათქმელია, მაგრამ თვითონ კომპოზიცია მიმანიშნებს იმაზე, რომ აქ სწორედაც რომ აი ასეთი ჭრელობისა მეცნიერება მუშაობს. აი ეს მეთოდი მუშაობს აქ, როდესაც რამოდენიმე ნიშანში მოცემული გაქვთ ძალიან ადრე გამოყენებული შუმერული ჯოხისა და რგოლის, ანუ იგივე ქართული წარმომავლობის მქონე სიმბოლო. ახლა რაც შეეხება შემდეგ ილუსტრაციას, ესეც გახლავთ საბეჭდავი, ეს ცოტა უფრო ახალი პერიოდის გახლავთ, ეს არქაული პერიოდია 3000-დან 2006 წლამდე, ეს ნაპოვნია ურში, ურის ცილინდრი გახლავთ, მაგრამ აქ უკვე შეხედეთ ფლობელი აღნიშნული სიმბოლოსი უკვე ქალღვთაება გახლავთ, იგი ქალია და ქალღვთაება აი ამ სიმბოლოს გადასცემს მამრობითი სქესის მეფეს თუ სუზერენს თუ ვინც არის. და აი ეს არის მესამე ილუსტრაცია, რომელიც მინდა აგრეთვე რომელზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა, ეს არის არაჩვეულებრივი ფირფიტასავით არის, დაფასავით არის პატარა, რომელზედაც გამოხატული არის ეს ქალღვთაება, მას შუმერულად ქვია ინანა, ხოლო ბაბილონურად ქვია, აქადურად უпроსტორად ქვია იშთარი და დააკვირდით, მასაც ხელში ჯოხი და რგოლი უჭირავს, მაგრამ სრულიად განსხვავებულ პოზიციაში, ვიდრე ეს ჩვენ ნახეთ მაგალითად ჰამურაბის სტელაზე. ანუ რისი ჩვენება მინდოდა მე აქ განსხვავებული ილუსტრაციების მეშვეობით, რომ აი ამ ჯოხსა და რგოლს, როგორც წეღან უკვე ვახსენე, ხო, სრულიად განსხვავებული კომპონენტებს, უпроსტორად ამ სიმბოლოსი, სრულიად განსხვავებული ურთიერთდამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ, განსხვავებული კონტექსტი და ასე შემდეგ. მე ამაზე ახლა მეც აღარ ვილაპარაკებ და უბრალოდ გადავალ იმ საკითხზე, რომ როდესაც ასეთი დიდი საიდუმლოების შემცველი სიმბოლო გვაქვს, რა თქმა უნდა, ადამიანმა, მკვლევარმა მით უმეტეს, უნდა ყველანაირი სიმბოლო, რომელიც მასთან ოდნავ მაინც არის დაახლოებული, უნდა გამოიკვლიოს შედარებით, შეპირისპირებითი მეთოდით და უნდა ეცადოს ახსნას ეს სიმბოლო, ვინაიდან ახსნა შუმეროლოგიაში არ მოეძებნება. არის გამოთქმული, რა თქმა უნდა, რამდენიმე შეხედულება მის დანიშნულებაზე, მაგრამ ახლა ამაზე არ შევჩერდებ, დაახლოებით 4 თუ 5 შეხედულება არსებობს, მაგრამ ამაზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ არც ერთი მათგანი არ გამოხატავს სისრულით აღნიშნული სიმბოლოს სემანტიკას, მის ფუნქციას და ამიტომ ჩვენ ახლა გადავიდეთ სწორედ იმ ასონიშნის, უпроსტორად იმ გრაფიკული მონახაზის განხილვაზე, რომელიც ამ ნიშანთან არის ძალიან ახლო და რომელიც აგერ აქვე ჩვენს ქართულ ასომთავრულ ანბანში გვაქვს. ქართულ ასომთავრულ ანბანში აღნიშნული სიმბოლო, თქვენი დონე ბატონო დავით, თუ შეიძლება დავდოთ აქ თუ გავთმანთ. ხო, არ არის. კარგით, არაუშავს. თუ ჩვენ ავიღებთ ქართულ ასომთავრულ დონს, მოგეხსენებათ ქართული ასომთავრული დონი
ანბანის ხო აგერ არის მართალი ბრძანდებით ხო ქართულ ასომთავრული დონი ანბანის ნაწილი არის და აქედან გამომდინარე როდესაც მას ვსწავლობთ იგი უნდა შევისწავლოთ აი იმ ხუთი პრინციპის მიხედვით რომელზედაც ჩვენ ადრე უკვე ვისაუბრეთ და იმ ხუთი პრინციპიდან ჩვენ დღესდღეობით გვჭირდება მხოლოდ და მხოლოდ ერთი პრინციპი და ეს არის გრაფიკული გამოხატულება მაგრამ ვინაიდან ეს სიმბოლო შუმერში წარმოადგენდა გასაიდუმლოებულ ინსიგნიას გასაიდუმლოებულ სიმბოლოს, რა თქმა უნდა, ჩვენ გარკვეულწილად მის შინაარსს შევეხებით, მაგრამ გასაიდუმლოებულ შინაარსს შევეხებით და არა იმ შინაარსს, იმ ფუნქციას, რომელიც მას ქართულ ასომთავრულ ანბანში, როგორც ანბანში და როგორც ანბანის ასონიშანში აქვს. მას შესაბამე, ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ ქართული ასომთავრული დონის გრაფიკა. როდესაც ქართული ასომთავრული დონის გრაფიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ჩვენი დიდი მკვლევრების მიერ გამოთქმული შეხედულება დონის წარმომავლობის შესახებ. ბატონი ივანე ჯავახიშვილის მიხედვით იგი სემიტურ დალეთთან დაკავშირებით ერთი რომელიღაცა წყაროდან მომდინარეობდა, ბატონ რამაზის შრომების მიხედვით ფინიკიური დალეთიდან მომდინარეობდა ქართული ასომთავრული დონი, ქალბატონი ელენე მაჭავარიანის მიხედვით აღნიშნული ნიშანი დამოუკიდებელი წარმომავლობის არის და ბატონი ზურაბ ქაფიანძის მიხედვით იგი შუმერული დამწერლობის შუმერული ანბანის ნაწილი გახდათ. ანუ აქაც ჩვენ ვხედავთ აზრების მთელ სპექტრს თუ შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ რა თქმა უნდა იმის თქმა რომ რომელიმე მათგანი თუნდაც გამოხატავს მის სრულ ფორმას, მის სრულ დანიშნულებას, ფუნქციას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. უпростоრად ეს შეიძლება რაღაც გარკვეულ ნაწილში სწორე იყოს, მაგრამ თლაც სწორე ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც რაღაცას ვიკვლევთ, აუცილებლად ისეთი მონაცემები და ისეთი დამადასტურებელი ფაქტები უნდა გქონდეს, რომ ჩვენ 90%-ით მაინც ვიყოთ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენს მიერ გამოთქმული დაწყდა გახლავთ ჭეშმარიტება. ამიტომ დავიწყოთ ქართული ასომთავრული დონის ხელახალი გამოკვლევა. როდესაც ქართულ ასომთავრულ დონს ავიღებთ, ჩვენ იქ ვნახავთ, რომ ეს ალბათ აქ დადგება, ხო? ქართული ასომთავრული დონი, როდესაც ჩვენ ვნახავთ, განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ იგი შედგება სამი ნაწილისაგან. ეს არის მისი ტანი, ეს არის მისი ყელი და ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც წეს აზის თავზე. ანუ ფაქტობრივად აი ასეთი ნიშანი გვაქვს, ხო? ეს არის ტანი, ეს გახლავთ ვერტიკალური მოკლე ყელი, ეს კი გახლავთ მისი ჰორიზონტალური ხაზი. როგორი გვაქვს აღნიშნული ასონიშნის ფორმები. აქაც ბატონ ივანე ჯავახიშვილის პალეოგრაფიას მივხედოთ და იქ ბატონი ივანე 4 განსხვავებულ ფორმას იძლევა. თქვენ აქ ხედავთ, რომ ერთი არის წრეზე დასმული ჰორიზონტალური ხაზი, მეორე არის წრიული ტანისა და ყელზე დასმული ჰორიზონტალური ხაზი, ხოლო მესამე და მეოთხე კი გახლავთ უკვე კუთხოვანი განსხვავებული ფორმები, რომლებსაც ყელიც გააჩნია და ჰორიზონტალური ხაზით. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ შემდეგი. როგორც ჩვენი საუბრების დასაწყისში ვთქვით, ანბანის შექმნა, მისი ჩამოყალიბება, ეს ძალიან რთული პროცესია და როდესაც ის საუკუნეებს მოიცავს, აქედან გამომდინარე, როდესაც შეჯერდები რომელიღაცა ერთ სიმბოლოზე, რომ ეს არის ის გრაფება, რომელმაც აღნიშნული ფონეტიკური ღირებულება უნდა გამოხატოს, ამით მთავრდება იმ ნიშნის შექმნა. აქ ფაქტობრივად საუბარი აღარ მიდის იმაზე, აბა მოდი ახლა კიდევ სხვა რაღაცა ვარიანტები მოვძებნოთ, იმიტომ რომ ყველაზე როგორ გითხრათ, ანბანის შექმნა ძალიან საჭირო ხერხია, საშუალებაა, იარაღია კაცობრიობის განვითარებისათვის. ამიტომ აიღეთ ნებისმიერი ანბანი, თქვენ იქ სხვადასხვა ვარიანტებს ასონიშნისას ვერ ნახავთ. აქ არ არის საუბარი დიდ ასოებზე და პატარა ასოებზე. აქ საუბარი არის ერთი და იმავე რანგის ასონიშნებზე, რომლებსაც განსხვავებული ვარიანტები გააჩნიათ და ასეთი ჩვენ გვაქვს დონი. რატომ ისმის კითხვა რა იყო ის განმაპირობებელი ვითარება, ანდა რა მიზეზი იყო იმისთანა, რომელმაც შედეგად 4 ვარიანტი დონისა შეაქმნევინა ჩვენს ქურუმებს. ამისი მიზეზები დღესდღეობით არ ჩანს, მაგრამ შედეგით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ის ნამდვილად არსებობდა. უფრო მეტიც,
საქმე იმაშია რომ აი ის ერთჯერადობა თუ გახსოვთ ჩვენ რომ ვამბობდით რომ ქართული ასომთავრული ანბანიო დაწერილი არის ერთჯერადად და ერთჟამიერად ხო ერთჟამიერად და ერთჯერადად მით უმეტეს 4 განსხვავებული ვარიანტი რა მიზნით გააკეთეს რა მიზნით დაწერეს და ჩასვეს ერთსა და იმავე ანბანში ანბანის შექმნელება ეს ყველაფერი ძალიან დიდი საიდუმლოებით არის დაფარული ახლა თვითონ ამ 4 ვარიანტს რომ მივხედოთ არათუ 4 ვარიანტი გვაქვს. არამედ იგი კლასიფიკაციის შესაძლებლობასაც კი იძლევა. და კლასიფიკაცია კი შეგვიძლია მოვახდინოთ როგორც ტანის მიხედვით, ასონიშნის ტანის მიხედვით, ასევე მისი ყელის მიხედვით. როდესაც ტანის მიხედვით ხდება ასონიშნის დაჯგუფება, ამ შემთხვევაში ჩვენ ვლაპარაკობთ წრიულ დონზე, ანუ წრიულ ვარიანტებზე და ვლაპარაკობთ კუთხოვან ფორმებზე. მაგრამ როდესაც უკვე და კუთხოვანში ჩვენ ვხედავთ რომ გვაქვს ოთხკუთხედი ტანი და რომბული ტანი, მაშინ როდესაც წრიულზე როდესაც ვლაპარაკობთ, აქ ჩვენ უკვე განსხვავება გვაქვს ყელის მიხედვით. გვაქვს უყელო დონი და გვაქვს ყელიანი დონი. ისე ივანე ჯავახიშვილს დავესესხები, რომელიც ამბობდა რომ რაც უფრო ადრეულიაო დონი, მით უფრო როგორ გითხრათ, მით უფრო მოკლეაო ეს ყელი, რაც იმას ნიშნავს, რომ თავდაპირველი ვარიანტი დონისაო აუცილებლად უნდა ყოფილიყო უყელო დონიო. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა გქონოდა ესე იგი უყელო დონი და შემდეგში უკვე განვითარდა ყელიანი დონი. ეს თავისთავად კიდევ აი ეს მთლიანად აი ეს სქემა იმითაც არის საინტერესო, რომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთი და იგივე ღირებულების მქონე ასონიშანზე, რომელიც ერთსა და იმავე ადგილზე ზის, ერთი და იგივე სახელწოდება გააჩნია, ერთი და იგივე ფონეტიკური ღირებულება გააჩნია, რიცხვით და ასე შემდეგ, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ვარიანტები ერთმანეთის ტოლია და თუ ეს ვარიანტები ერთმანეთის ტოლია, ეს იმას ნიშნავს და ეს ძალიან საყურადღებოა, რომ წრე უდრის ოთხკუთხედს და უდრის აგრეთვე რომბს. ანუ სამი გეომეტრიული ფიგურა ქართული ასომთავრული დონის ვარიანტების მეშვეობით ერთმანეთისთვის არის გატოლებული. ესეც ძალიან სერიოზული რამ არის, იმიტომ რომ როდესაც სიღრმეში შედიხართ, იქ თქვენ ნახულობთ აი ამ ტოლობის საფუძველზე შემდეგ როგორი განსხვავებული გზები ჩნდება ინტერპრეტაციისათვის და აი ამ კოდური ინფორმაციის ამოღებისათვის სხვადასხვა ცივილიზაციებში, მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე რა თქმა უნდა ვერ ვისაუბროთ, უზარმაზარი თემა გახლავთ. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეს სამი გეომეტრიული ფიგურა, რომელიც დონით არის გამოხატული, არის ერთმანეთის ტოლი. სადაც ნახავთ ნიშანს დაახლოებით დონისას, რომელსაც აქვს ოთხკუთხედი, იქვე უნდა იგულისხმოთ, რომ არის იქ წრიული ფორმაც, იქვე უნდა იგულისხმოთ, რომ იქ შეიძლება ყოფილიყო რომბული ფორმაც და ასე შემდეგ. მასაზე ჩვენ ახლა მიუახლოვდით უკვე დონის თუ შეიძლება ასე ითქვას უკვე ეზოთერიასთან უფრო ახლოს მივედით, მოდით ასე ვიტყვი, რატომ? იმიტომ რომ წრე ყოველთვის წარმოადგენდა მზეს, უხსოვარი დროიდან ადამიანები წრეს აიგივებდნენ მზესთან ხოლმე. და რა თქმა უნდა, ქართულ ასომთავრულშიც დონი მზე არის, ბრამას პატარიძემეს შესანიშნავად დაადასტურა კიდევ, მაგრამ რას წარმოადგენს აი ეს ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც თავზე ზის. ბატონ რამაზის უწერია, რომ ეს ჰორიზონტალური ხაზიო წარმოადგენს გამყოფს ასონიშნებს შორისო. ანუ ზედა რეგისტრში დაწერილ ასონიშნებსა და ქვედა ხაზზე დაწერილ ასონიშნებს შორისო. მაგრამ წარმოიდგინეთ, თუ წრე არის მზე, რამდენად შეიძლება, რომ აი ეს ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენდეს მხოლოდ და მხოლოდ ასონიშნების გამყოფ კომპონენტს. ეს წარმოუდგენელია და როდესაც ამაზე ფიქრი დავიწყე და როდესაც ვიხდი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა, რომ ეს ჰორიზონტალური ხაზი უბრალოდ გამყოფი ყოფილიყო, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა მასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჩემი დასკვნით მივედი იქამდე, რომ ეს უნდა ყოფილიყო აუცილებლად ეკლიპტიკა, იმიტომ რომ ისევ ძველ ცივილიზაციებში წრეზე ამბობდნენ, რომ იყო მზეც და იყო მისი გზაც და თუ მისი გზა იყო, ესე იგი ეკლიპტიკაზე დადის. ჩვენთვის ხილული არის მზის ეკლიპტიკა. თვითონ როგორ მოძრაობს კოსმოსში მზე, ჩვენ ეს არ ვიცით. უпростоრად ასტრონომებმა იციან, მაგრამ აი ესე ხილულად ჩვენ ამ
ამას ვერ ვხედავთ, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის დილით აღმოსავლეთიდან ამოსული მზე და შემდეგ დასავლეთში ჩასული, ხო? ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავინახეთ ბზის მოძრაობა ეკლიპტიკაზე. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობდი, რომ ალბათ მეთქი ეს ჰორიზონტალური ხაზი, ეს ეკლიპტიკა უნდა იყოს მეთქი, მაგრამ ჩემი ფიქრით ეს იმდენად დიდი, როგორ გითხრათ, იმდენად დიდი ფენომენი მეგონა, რომ ვფიქრობდი, რომ ალბათ მეთქი სწორი არა ვარ და რაღაც სხვა რამეშია მეთქი საქმე, მაგრამ ისევ ბატონი რამაზ პატარიძის წიგნმა ერთხელ მომცა გასაღები და საოცრად გამიხარდა, როდესაც ეს ვნახე, ანუ დადასტურება ვნახე, აი ამ ჩემი, ასე ვთქვათ, საჭირბოროტო შეკითხვისა, ნამდვილად სწორად ამოვიცანი თუ არა ჰორიზონტალური ხაზის მნიშვნელობა. აი რას წერს ბატონი რამაზი. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ასო-ნიშანი ასომთავრული ანბანისა იდეოგრაფიულად ასტრონომიული შინაარსისაა. ხო, აქ ბატონი რამაზი მიმოიხილავს პირველ ასო-ნიშანს ანის. მთვარემ ცაზემსვლელობის უმაღლეს ზღვარს მიაღწია. ნახეთ რას ამბობს, კულმინაციაშია. უმაღლეს ზღვარს მიაღწია, ზედა მიჯნას მიაღწია, ესე იგი სავსე მთვარე ზედა კულმინაციაშია. სავსე მთვარის ზედა კულმინაცია ზუსტად შუაღამეს ხდება. ამიტომ დღეღამის დასაწყისად ქართული წარმართული კალენდრით მიჩნეულია შუაღამე. მიჯნა, ეს მიჯნა სწორედ ის კიდია, რომელ კიდეზეც მაქსიმალურად ადის ხოლმე ჩვენი მზე და ეხლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ძალიან უცნაური შეიძლება უბრალოდ მოულოდნელი მოგზაურობა სამყაროში და ამას ჩვენ განვახორციელებთ ჩვენი ქართული ასომთავრული უყელო დონის მეშვეობით. დავიჭიროთ ჩვენი დონი აი ასე. ანუ მე უნდა ეს მიჯნა, ანუ ეკლიპტიკის ზედაზღვარი უნდა მქონდეს აუცილებლად გარეთ. ხო? და აი ამ მდგომარეობიდან ავიტანოთ ხელი ზევით, ჩვენ ახლა გავიარეთ ეკლიპტიკის 1/4 ნაწილი. ეს არის გაზაფხულის ბუნიობა. ეს არის 25 მარტი. ეს არის ხარება დღე. მაგრამ აქ ხო არ ჩერდება მზე. იგი აგრძელებს თავის მსვლელობას, ადის ზევით, ცოტას დავიწევი, ადის ზევით და აქ უკვე ჩვენ გვაქვს ზაფხულის ნაბუნიობა. ეს არის ივნისის 22-24. მაგრამ შემდეგ იგი ისევ ჩამოდის თანდათან ქვევით, გაივლის კიდევ 1/4-ს და ამ 1/4-ის გავლის შემდეგ ჩვენ უკვე მოვდივართ შემოდგომის ბუნიობაზე. ანუ შემოდგომის დღეღამსწორებაზე, სექტემბერი 22-24. მაგრამ ჩვენ ისევ ჩავდივართ ქვევით და მივდივართ აი ამ ვითარებაში, აი დონი ღებულობს ასეთ თუ შეიძლება ასე ითქვას მდგომარეობას, ეს გახლავთ ქვედა კულმინაცია მზისა, რომელიც ხდება დეკემბრის 22-24-ში. ანუ იგივე ქრისტეშობის პერიოდში, ქრისტეშობის დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ, როდესაც ჩვენი მზე სწორედ აი ამ, უბრალოდ ჩვენი ქართული ასომთავრული დონი, რომელიც ამ შემთხვევაში მზეა, სწორედ რომ აქედან იწყებს ხოლმე ათვლას. და წეღან ბატონ რამასაც ჰქონდა, ხო, რომ ჩვენი კალენდარი ჩვენთან დღეღამის ათვლა იწყებოდა შუაღამიდან. კარგით, ეს შეიძლება იყოს ქვედა კულმინაცია, შეიძლება იყოს დღეღამის ქვედა კულმინაცია და ასე შემდეგ. ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ამ სიმბოლოს გააჩნია, გახლავთ ის, რომ გარდა ასტრონომიული მნიშვნელობისა, მას აქვს აგრეთვე რელიგიური მნიშვნელობა. როდესაც ის ამ მდგომარეობაშია, ანუ ზუსტად ქართული ასომთავრული დონის მდგომარეობაშია, ამ შემთხვევაში იგი ზეციური ღმერთია. მაგრამ როგორც კი იგი, ნახეთ რა ადვილად გადავდივართ ერთი კულმინაციიდან მეორეში, როგორც კი იგი ქვედა კულმინაციაშია, ეს უკვე საიქიოა. ეს უკვე საიქიოს მზეა, ქთონური მზეა, მკვდრის მზეა, თუ შეიძლება ასე ითქვას, სულეთის სამყაროსი, რომელსაც ეგვიპტეში მაგალითად ოსირისი განაგებდა. ესე იგი, ამ ჩვენს ქართულ ასომთავრულ დონს ასტრონომიული ასპექტიც აქვს, კალენდარული
ეთნიკური ასპექტიც აქვს და აღმოჩნდა რომ რელიგიური ასპექტიც ქონია. მაგრამ საინტერესო ის არის რომ ეს როგორც წეგავ თქვით ხო, ეს არის ზედა მიჯნა. ასეთი ნიშანი იყო უკვე დღეღამსწორობა, ხო? ეს გარეთა მიჯნა, მაგრამ როდესაც მზე დადის, მას არც შიგნით შემოსვლა არ შეუძლია. აი ამ ბილიკიდან იგი ვერც იქეთ წავა და ვერც აქეთ. ანუ იგი აუცილებლად ორივე მხრიდან უნდა იყოს შემოსაზღვრული და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ მზეს ასე დავიჭერთ, ამ შემთხვევაში უკვე აი ესე ვიმოძრავებთ. ხო, სწორია? ანუ მთლიანად მზის ეკლიპტიკაზე ვივლით ქართული ასომთავრული დონის მეშვეობით. და ეხლა ძალიან მარტივად რო წარმოვადგინოთ, როგორ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ჩვენ ეს მზის მოძრაობა. ეს არის წრეებისაგან შექმნილი ეკლიპტიკა. ხო, უკაცრავად ამ შემთხვევაში ოვალი, ნუ ეკლიპტიკა იგივე. მაგრამ ჩვენ ხომ ვთქვით, რომ ბილიკზე დადისო, თავისი ბილიკი გააჩნიაო, რომელიც აჩვენებს ზედაზღვარს და აჩვენებს ქვედაზღვარს. აქაც ზუსტად გამოხატული არის ეს, როდესაც მზე მოძრაობს, მას აქვს ზედაზღვარი და ქვედაზღვარი. ამას იმიტომ ვერ გადასცდება, უпростоრად მზე იმიტომ ვერ გასცდება, აი ამ ზედა და ქვედაზღვარს, იმიტომ რომ კოსმოსში სხვადასხვა სახის ძალები მოქმედებენ და ეს საშუალებას არ აძლევს მზეს რომ მან თავისი გზიდან გადაუხვიოს. ახლა წარმოვიდგინოთ ეს აბსტრაქტულ დონეზე. აბსტრაქტულ დონეზე ჩვენ მივიღებთ აი ასეთი სახის ეკლიპტიკას, ხო სწორია, მაგრამ ჩვენ წეგან უკვე დავინახეთ, რომ აი ამ ეკლიპტიკაზე ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე ფაზების გამოვხატოთ, ხო? უბრალო ხელის მოძრაობით ჩვენ შეგვიძლია ფაქტობრივად მთელი წელიწადი შევხაზოთ და ამავე დროს ვაჩვენოთ მისი ზედა კულმინაცია, ქვედა კულმინაცია, ისევე როგორც გაზაფხულისა და შემოდგომის დღეღამსწორებები. ანუ ის 4 ძირითადი ფაზა, რომელსაც მზე გაივლის 1 წლის განმავლობაში. ახლა მე მსურს რომ ბატონმა დავითმა აი აქვე გვერდზე დაადოს. ესე ნავიღოთ, ხო, შეიძლება გადმოვიდეთ. ხო, შეიძლება. ხო, აღშვიდება მეგონა. აი ეს მინდოდა ძალიან ეს ავიღოთ. და აი ეს მინდა ძალიან. ბოლო ფურცელი ავიღოთ, მაშინ მომძგნებავთ. კი, აი ეს. გადმოვარდეს. ხო. ეს ხომ არ დადეთ? კი, დადეთ ეგ. ეს უკვე არის, შეხედეთ, როგორი ერთმანეთის მსგავსია. აი ეს რეალურად არსებული ეკლიპტიკის გზა და მზის მოძრაობა და ეს ჩემი ნახაზი, რომელიც მე დაახლოებით, ნუ პირდაპირ ვიტყვი რა, სადღაც 2003-დან 2008 წლამდე მე თვითონ ქართული ასომთავრული ანბანის მეშვეობით დავხაზე და გავაკეთე. ანუ აბსოლუტურად ერთმანეთს ემთხვევა. და რადგანაც ერთმანეთს ემთხვევა, წეგან ჩვენ წვრილი ეს აბსტრაქტული ის გაჩვენეთ, ხო, ეკლიპტიკა. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ აი იმ ეკლიპტიკის ხაზზე ერთი პატარა ეკლიპტიკის აი ამაზე, აი ამ ეკლიპტიკის ხაზზე ჩვენ გვაქვს პატარა მონაკვეთი ამოღებული. თუ მე ამოვიღებ დონის ზედა კულმინაციას მე შემიძლია ხელის უბრალოდ ამოტრიალებით გავაკეთო და ჩავიდე ქვედა კულმინაციაში, ხო, ჩავიდე ქვედა კულმინაციაში და შემდეგ უკვე ორივე ეკლიპტიკის ორივე კიდის მაჩვენებლით მე შემიძლია გავაკეთო მათი კომბინირებული ფორმა. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია აგრეთვე გავაკეთოთ ეხლა ეს ჩვენ ვიცით რომ გაზაფხულის და შემოდგომის ბუნიობებით შეგვიძლია გამოვხატოთ, ხო, ქართული ასომთავრულით. ესე თუ მექნება გაზაფხულის ბუნიობა, ასე მექნება შემოდგომის ბუნიობა, ხოლო აი ასე მექნება აქაც ნაჩვენებია, აი ასე მექნება მათი კომბინირებული სახე. მათი კომბინირებული სახე თუ მექნება, ესე იგი გამოდის რომ ქართული ასომთავრული დონი ყოფილა და ეხლა ძალიან მნიშვნელოვანი რამეს ვიტყვი, ქართული ასომთავრული დონი ყოფილა არა ხელით ნაწერი, არამედ იგი ყოფილა ციური სხეულებით და კოსმიური ძალებით ნაწერი ფენომენი.
რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაც მე გავაკეთე, აი ამის საშუალებით, ეს ხელით ნაწერი არ არის. ამისი რეალური საფუძველი არის კოსმოსში. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მატიანე შემეცნებათას ინფორმაციას ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ ზოგიერთი ნიშანი ფარნავაზმა, რომელიც ხელით წერილი იყო, ცალკე გამოყო, ხოლო არა ხელით წერილი უძრავად დატოვა, გამოდის, რომ ქართული ასომთავრული მთლიანად თუ არა ჯერჯერობით ამაზე შევჩერდეთ, არამედ უშუალოდ ქართული ასომთავრული დონი ყოფილა დიახაც, რომ არა ხელით წერილი, არამედ კოსმიური ძალებითა და კოსმიური პლანეტებით ნაწერი ფენომენი. სხვაგვარად, ქართული ასომთავრული დონი არ წარმოადგენს ჩვეულებრივ ანბანურ ნიშანს. იგი სურათხატოვანი დამწერლობის ნიმუშია, მაგრამ ეს ისეთი სურათხატოვანი ნიშანი კი არ არის, როგორც მაგალითად ეგვიპტეში გვაქვს, სახლი ხატია და სახლი უნდა თქვა. არა, ეს არის ისეთი ნიშანი, რომელიც დაფუძნებულია ასტრონომიის არაჩვეულებრივად ზუსტ ცოდნაზე. და აქედან გამომდინარე, ეს გახლავთ ასტროგრაფი. ასტროგრაფი, ანუ ასტრონომიული გრაფემა, ასტრონომიული ასო ნიშანი. ხელით უწერელი ასო ნიშანი. აი ამით მე მინდა ქართულ ასომთავრულ დონთან დაკავშირებით, მხოლოდ გრაფიკულ ფორმასთან დაკავშირებით საუბარი ამით დავამთავრო, იმიტომ რომ თუ ჩვენ კიდევ გავაგრძელებდით მაგალითად საუბარს იმაზე, თუ მაგალითად რატომ არის, რომ ზოგან არის გრძელი ჰორიზონტალური ხაზი, ზოგან მოკლე და ასე შემდეგ, ზოგან რატო გაჩნდა ყელი იქ მაგალითად, ყელი რატოა ზოგან მოკლე, ზოგან პატარა, ეს კატასტროფიულად დიდი მასალაა და ჩვენ ამისათვის მთელი ჩემი წიგნის ნახევარია ფაქტობრივად ამაზე დაწერილი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მნიშვნელოვანი ერთი დასკვნა. ეს გახლავთ ჰამურაბის სტელაზე, როდესაც შამაში აძლევს ღვთაებრიობას და კანონებს ჰამურაბის, მას ხელში უჭირავს არა უბრალოდ ჯოხიდარგოლი, რომელიც ასირიოლოგებს გონიათ, რომ ჯოხიდარგოლია, არამედ მას ხელში უჭირავს ქართული ასომთავრული დონის გაზაფხულის ბუნიობის ნიშანი. და გაზაფხულის ბუნიობა, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის ნულოვანი ათვლის წერტილი, იმიტომ რომ ეს არის დღეღამსწორობის წერტილი და აქედან გამომდინარე, შუმერს სწორედ იმიტომ მიეცა, აი ეს გაზაფხულის ბუნიობის ფაზა, რომ მით ანუ შუმერული ცივილიზაციით უნდა დაწყებულიყო სწორედაც რომ ახალი ცივილიზაციური ეპოქა ჩვენი სამყაროსი, ჩვენი ქვეყნისთვის შეიძლება ჩვენი დედამიწის ცივილიზაცია. აქედან გამომდინარე, ამ ნიშანს თურმე უნდა ეწოდოს დონი და არა ჯოხიდარგოლი, რომელიც თავის თავში მოიცავდა ყველაფერს, რასაც შუმეროლოგები ამბობენ ხოლმე, რომ ეს არის მეფობის ნიშანი, იქ რაც უკვე ვთქვით ხო, ღვთაებრიობის ნიშანი, ეს არის აზომი, ზოგი ამბობს ეს არის სამართლიანობის სიმბოლო და ასე შემდეგ. ყველაფერს მოიცავს იგი, მაგრამ ყველაფერს მოიცავს სწორედ იმიტომ, რომ იგი ურყევ მუდმივ ასტრონომიულ ფენომენზე და ასტრონომიულ ხაზზე არის დაფუძნებული. ეს რაც შეეხება ქართულ ასომთავრულ დონს. ქალბატონო ანა, ჩვენ დროში შეზღუდულები ვართ. მოდით დღევანდელი გადაცემა დავასრულოთ ამ უაღრესად საინტერესო ინფორმაციით დონთან დაკავშირებით და შემდეგ გადაცემაში გავაგრძელოთ ისევ ჯოხისდარგოლის, ანუ ქართული დონის მომავალი ისტორიაც. დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისთვის, დავემშვიდობოთ მაყურებელს და ერთი კვირის შემდეგ ჩვენ ისევ შევხვდებით და ვისაუბრებთ ალბათ ისევ დონზე. და არა მარტო შუმერში, იმედი მაქვს კიდევ სხვაგანაც. კი. ნახვამდის.